აი ხა ლია ჩემი ოჯახის მეგობარი და ექიმია და ყველაფერი დეტალურად იცის და რამოდენიმეჯერ ანუ ტკივილ გამაყურჩებელი ხო არ მიხურჩებდა და არ მიხურჩებდა ზოგადად, მაგრამ ის მომენტი რომ სახლში რომ შევედი და ცელოფნების დადება მინდოდა და იქვე რომ დავჭი, ეს ბევრმა ალბათ არ იცის. ეხლა მაგდას სკოლა მიცის, იმიტომ რომ მაგდა ნახევარი მჭირდებოდა მანქანაში ჩაჯდომა, თუ ჩავჯდებოდი, ერთხელ ან ორჯერ გული უნდა წამსვლა. მოკლედ რა დამემართა, მე-4 და მე-5 მალაში მალის თავზე დაახლოებით 10-ობით თიაქარი მქონდა, რომელზეც დამემართა პლუს ნერვის ანთება. ხო, სწორედ მახსოვს, როგორც იყო და ესე იგი, ჩემი პოზიცია რა იყო? ამოსუნთქვაზე გული მიმდიოდა, ჩასუნთქვაზე გული მიმდიოდა, დღის განმავლობაში 38 ნემსია გაკეთებული ჩემს ბუღალტერს, სამსახურიდან ბუღალტერი მოდიოდა ჩემი შვილებისთვის, რომ საჭმელი გაეკეთებინა, ლიკა მოდიოდა, რომ ტუჩები დაესწველებინა ბამით, რომ რაღაცა ბოლო-ბოლო არ წავსულიყავი სადღაცას იქით ღრუბს უშველა. ჩემი ყოფილი დედამთილი 5 წლის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ქალი ფეხზე დავაყენე და PSP-ს კლინიკაში ლუხუმია ასეთი პროფესორი, რომელმაც ვერ გაივრისო ჩემ ნაზიზი ასე თქვა და ქალი ჯოხის გარეშე დადის. 75 წლის ასაკში ორივე მენჯბარძახზე 6 ოპერაცია აქვს გაკეთებული. ანუ არც მენჯები აქვს თავისი, არც მუხლები და არც სახსრები, საერთოდ არაფერი და ქალი დადის ჩვეულებრივად, რომელიც 1-5 წლის წინ მინიმუმ უბრალოდ აღარ უნდა ყოფილიყო. მოდის ლიას დაერქვა ახლა დედაჩემი და ხა დედის მოსვლა ხო იცით ხო? ბილურონის მიღებიდან ეს არის ჰიალურონის მჟავა, რომელსაც ვსვავდი, რომელიც არ მემეტებოდა მეგობრებო, ჩემი თავისთვის ძალიან მენანებოდა, იმიტომ რომ 600 რაღაცა ლარი არის და არ იყო ეს ჩემთვის მისაღები თანხა. მესამე დღეს გავედი სამსახურში. ცოტა მოვიკოჭებდი, მაგრამ ის ტკივილი, რაც აი ჩასუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე მქონდა, რომ გაგაჩერებს და აი ცოტა ხანი რომ გინდა რომ იდგე და აი რომ ვეღარ სუნთქავ და როცა ცუდად ეს ტკივილი აღარ მქონდა, ხალხო, ანუ ლიფტით რომ სასწრაფოზე ხომ მყავდა. პლუს თირკმელში კენჭის გავლა არ იყოსო ეს ეხოსკოპია გამოიძახეს, ეხოსკოპიამ რომ დამადო ის რაღაც რასაძახიანი იყო ეს თიაქრები და ეს ნერვის ანთება და ექიმი მეუბნება ესეთ რაღაცაზე. აი 38 წელს გაიკეთება თუ 40 მნიშვნელობა არ აქვს. არ გაგიხსენებს. მარშალ სეგრე იყო, რისთვის ვიკეთე ეს ნევსები ვერ ხვდები. იმ ნევსების გაკეთებას ეს იცი, ყოველთვის ვიძახი რომ ამის საშუალება არ მაქვს. უცებ საიდან მოვიდა ეს თან ხარ ვიცი. ანუ რაც იქ უნდა დამეხარჯა ესე უაზროდ ვლაპარაკობდი ხო, რომ დავთარსე ჩემი თავი, სადღაციდან მოვიდა, რომელიც უბრალოდ შემეძლო, დამელია ერთხელ ადამიანურად. მაშინ მქონდა შერატონში შეხვედრა მქონდა, დიდი 100 კაციანი შეხვედრა იყო თუ არ ვცდები. ბილტმორში ვიყავი. ყოველი შემთხვევისთვის ქუსლებზე უნდა მგარიყავთ, ან სხვანაირად სხვა სტილი არ გამაჩნია. არ მახსოვს ნინო იყავით თუ არა ვიღე. ჯერჯერობით აი გოგოები ყველაზე მაგარი რაც არის აბაზანას რომ ხო ჰიალურონზე ვიძახი სითხე 2 ბოთლი არის ის ლიტრა არის თქვენი დილას ვსვავდი ხოლმე 30 მილიგრამს ყველაზე მაგარი რაც არის აი აბაზანას რომ გახერხებიელად და გები ანუ იქ რო აღარ ხარ დარჩენილი ანუ გახერხვის მერე ხო მე რომ მეზოგადად არ შეიძლება მაგრამ ისეთ რაღაცებს ვაკეთებ რომ მესტოსი არ მაქვს ყოფილებს მე სიფი უნდა დავასხა მე რაღაც უნდა დავასხა მე ცოტა ხანია არ ხდება და მე რო თავის დროზე დამეჯერებინა ლიასთვის მე ესეთი უაზრო ხარჯები და ესეთი ტკივილები ნამდვილად არ მექნებოდა და ასე მუშაობს ჩვენი გერმანული პროდუქტი რაც სწრაფად მიიღებს ნაკლებ პრობლემებთან გექნებათ საქმე მაგ პროდუქტმა მართლა ნაზი ფეხზე დააყენა აი თავმოყრა არა მარტო ნაზი ნათია ნათია ხო ანუ შენ